მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვებინარებს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ანარქიული ბუნების შესახებ. საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა განსაკუთრებული ტიპის პოლიტიკური სისტემაა. მას არ გააჩნია ხელისუფლება, უზენაესი ორგანო, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს წესრიგი, კანონიერება და დამრღვევთა წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალის გამოყენება. საერთაშორისო სისტემას სამი თავისებურება ახასიათებს. პირველი, ის შედგება არაერთნაირი, არატოლფასი ერთეულებისგან. მეორე, საერთაშორისო სისტემის შემადგენელი ელემენტები მუდმივად ურთიერთქმედებენ. და მესამე, საერთაშორისო სისტემა აკონტროლებს სახელმწიფოთა ქმედებებს უზენაესი მმართველი ორგანოს არარსებობის პირობებში. მაშასე საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა ნიშნავს, რომ უზენაესი ძალაუფლება, რომელსაც ყველა დანარჩენი აქტორი აღიარებდა და დაემორჩილებოდა, არც ერთი აქტორის ხელში არ არის თავმოყრილი, რაც თავის მხრივ აქტუალურს ხდის თვითდახმარების, საკუთარი თავის იმედად ყოფნის, კონკურენციის და უსაფრთხოების დილემის ისეთ დონეს, როდესაც ერთი ქვეყნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დანარჩენებს თავს ნაკლებად დაცულად აგრძნობინებს. რობერტ გილპინის აზრით, საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირებას ყოველთვის სამი ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველი ფაქტორი სისტემის სტრუქტურა. გილპინის აზრით, საერთაშორისო სისტემას ახასიათებს კონტროლის სამი ფორმა, ანუ სტრუქტურის სამი ტიპი. იმპერიული, სადაც ერთი უძლიერესი სახელმწიფო ბატონობს და აკონტროლებს სისტემის უფრო სუსტ ქვეყნებს. ბიპოლარული, სადაც ორი უძლიერესი სახელმწიფო აკონტროლებს მთელ სისტემას და ამყარებს თავისი გავლენის სფეროებს. და ძალთა წონასწორობის, სადაც სამი ან მეტი სახელმწიფო აწონასწორებს და აკონტროლებს სისტემას დიპლომატიური საქმიანობის, კავშირების შექმნის და ომის მეშვეობით. მეორე ფაქტორი გახლავთ პრესტიჟის იერარქია. პრესტიჟი ძალაუფლების, ძლიერების მაჩვენებელი და გარკვეულწილად მისი ფუნქციური ექვივალენტია. სახელმწიფოების პრესტიჟი გამომდინარეობს მათი რეალური ან წარმოსახული ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებიდან. საერთაშორისო ურთიერთობებში პრესტიჟს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ რომელიმე სახელმწიფოს ძლიერება აღიარებულია, მას საკუთარი მიზნების მიღწევა ძალის გამოყენების გარეშეც შეუძლია. მესამე ფაქტორი სისტემაში დამკვიდრებული უფლებები და ქცევის წესებია. ადამიანების და სახელმწიფოების ურთიერთქმედება და ნებისმიერი სისტემა გარკვეული უფლებებისა და ქცევის წესების მინიმუმს მაინც გულისხმობს. სახელმწიფოთა ურთიერთქმედების გარკვეულწილად მარეგულირებელი წესები სამ სფეროს მოიცავს: დიპლომატიურ საქმიანობას და პოლიტიკურ ურთიერთობებს, ომის წარმოების წესებს და წესებს, რომლებიც ეკონომიკურ და სხვა სფეროებში მოქმედებენ. და ბოლოს აღნიშნოთ, რომ გარკვეული წესების და ნორმების არსებობის მიუხედავად, საერთაშორისო სისტემაში დამკვიდრებული ქცევის წესები და ნორმები გამომდინარეობს სისტემაში გაბატონებული სახელმწიფოების ძლიერებიდან და მათი ინტერესებიდან. მაშასე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ანარქიული ბუნების შესახებ. ჩვენი შემდეგი ვებინარის სასაუბრო თემა იქნება წესრიგი საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში. გისურვებთ წარმატებებს.